რას დავდივით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა. გამარჯობა. ვაშა გადაცემა თქვენთან არის. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში რა გაკლიათ? რის გამოგონებას ისურვებდით? თან ძალიან ქართული რომ იყოს, თან ესე ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობის. აი ბატონმა ირაკლი კობახიძე მაგალითად გამოიგონა ველოსიპედი. ხა ველოსიპედის გამოგონება ვის რა სჭირდებოდაო? ამდენი საუკუნეა გამოგონებულია უიტყვი თქვენ და მართლებიც იქნებით. მაგრამ კობახიძემ მაინც გამოიგონა ყველა ჯინას. და საავტორო პატენტიც პირადად ბორის ივანაშვილისგან მიიღო. ამ ველოსიპედს თან კარუსელის ფორმა აქვს. აკატავებენ ტიპებს. ძალოვან მინისტრებად წოდებულებს. შინაგან საქმეთა მინისტრად წოდებული კაცი, რომლის დასვლაც TV პირველმა რამდენიმე დღით ადრე დაანონსა და მერე ნადეჟდამ სულ დაიბრუნდა თმოვანი საფარველი, ეგ Deep State-ის შეკვეთა უდიდესი პროფესიონალის გეკა გელაძის კომპრომეტირებისთვისო. თურმე მართლა გადმოსვეს სკამიდან და ჩასვეს სუსის უფროსის სკამში. მის სკამში კი ჩასვეს სულხან თამაზაშვილი, ერთი წლის წინ აჭარის ნაჩალნიკა წაყვანილი. თამაზაშვილი კადრის პოლიციელია. აი იმდენად პოლიციელია, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების ძულებში მტრევისთვის ბრიტანეთმა დაასანქცირა ჯერ კიდევ 2024 წელს. ახლა აჭარაში ახალი კლანი უნდა მოვიდეს. ჯერ არ ვიცით ვისი, მაგრამ იქაურ ჩინოვნიკებს, რასაც ქვია, ყველა რეზბაზე მორგების გამოცდილება დიდი აქვთ. თუმცა საკითხავია, ვის უფრო მეტი გამოცდილება და საჭიროება აქვს რეზბაზე მორგების. შემთხვევით, სუსის თანამშრომლებს ხომ არა. ჯერ კიდევ შარშან 2025 წლის აპრილში ამ სამსახურის უფროსი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, დიდად დაახლოებული უზენაეს გვამთან, მისი პირადი შიკრიკი შეერთებულ შტატებში. მაგრამ როგორც იცით, ზუსტად მაგ შიკრიკობაზე დაიწვა, რაღაცას ჩაიჭრა. ჩაიჭრა კი არა, ალბათ, ჩავიდა და იქ დაუპირა დაკაჩავება რუსის ბორიას სახელი. იმათ ცოტა ხანს უსმინეს და დაამთავრეს საუბარი. რა ჭიტლაღი ამოკრეს თუ არა, ეგ არ ვიცი, მაგრამ ბატონი ლილუაშვილისა და ეგ კი ვიცი. და კაცობაში ჩაჭრა ბატონმა ბორისმა. ბავშვებს პარავდა ბურღულს და ვერმიშელსო და მაგ სახელს ეს კაცი ალბათ ვეღარასდროს ვეღარ მოიცილებს. 2025 წლის აპრილიდან სექტემბრამდე ეს უმნიშვნელოვანესი პოსტი რეჟიმის ხერხემალი ანდრი ოხანაშვილს ებარა. ამერიკაში ბორიას წერილის წაღება ვერ მოასწრო სამაგიეროდ, მოასწრო არაბეთიდან ბორიას ყველაზე მნიშვნელოვანი ძებნილის ბაჩიაშვილის ჩამოყვანა. და ამის მერე ყველას ეგონა, რომ აი ასეთი სუპერ ოპერაციის ჩამტარებელ კაცს განაღდებული ქონდა თანამდებობაზე დარჩენა. მაგრამ იმ სამკუთხედს რას გაუგებ? ოხანაშვილმა სულ 5 თვე გაკაჩა და როგორც გითხრეს, მერე კობახიძის თანაშემწე თუ მრჩევლად გადაიყვანეს. მას შემდეგ მისი სახელი თუ გაგიგონიათ? ხო და არც მე. 2025 წლის სექტემბერში სუსის უფროსად დანიშნეს მამუკა მდინარაძე, ვინც იქამდე წლების განმავლობაში პროპაგანდას კურირებდა. მდინარაძეს თითქოს ჰქონდა გეგმა და დიდი ხნით მოვიდა. პირველივე დღეს ეს 47 წლის კაცი გახდა ლეიტენანტი და წავიდა წოდებები და დიდი საქმეები. 2 თვის წინ ამერიკაში ჩასეირნებაც მოასწრო, ალბათ მორიგი წერილით რუსის ოლიგარქისგან. მაგრამ ეტყობა ვერც ამ წერილმა მიაღწია მიზანს. ამის თქმა მარტივად შეიძლება ბოლო გადაწყვეტილებით, როდესაც სუსის უფროსის სკამი უკვე მდინარაძეზე დაობლდა. დაქვრივდა. ცოტა კი მოულოდნელად, რადგან ზუსტად წინა დღეს გენერალ-მაიორობა მიიღო და ლამპასებიანი სააღლომო ფორმის პირველ პრიმერკაზეც მოასწრო ალბათ მისვლა. პროჭორულელებს ისევ ველოსიპედის გამოგონება კი მოუწიათ. პარლამენტში ვეღარ დააბრუნებენ ახლა და მოუფიქრეს ვიცე-პრემიერის თანამდებობა, რომელსაც ახალ აპარატს შეუქმნია და სახელმწიფო მინისტრსაც დაარქმევენ. სამართალდამცავების კოორდინირების ამოცანით. ამ ორმაგი თანამდებობის შემოსაღებად კანონში ცვლილებებია საჭირო. ცოტა ჯერ კი გაუგებარია რა იგულისხმება უპორტფელო მინისტრის ახალ პორტფელში და კონკრეტულად ვინ შედის სამართალდამცავთა ბლოკში ზოგადად. მაგალითად, აი მის საკურატორო სფეროს შეიყვანენ თუ არა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ან რაღაც კიდევ სხვას მსგავს. ოღონდ აი ამ ყველაფრის ნაცვლად პროჭორულელებს ძალიან მარტივად შეეძლოთ ძველი ველოსიპედით ესარგებლად. ახალი კონსტრუქციები და ველოსიპედები რომ არ გამოეგონებინათ. დაბრუნებოდნენ შეეძლოთ საქართველოსსა და უამრავ სხვა ქვეყანაში ძალიან გამოცდილ პრაქტიკას უშიშროების საბჭოს. საბჭო და მისი ჯანი. სწორედ უშიშროების საბჭოს ევალება სამართალდამცავთა კოორდინაცია. და უნდა ჰქონდეს და აქვს კიდე ძლიერი აპარატი. აი ასეთი აპარატი და ასეთი საბჭო საქართველოში იყო. პროჭორულელთა პირველ წლებში ორიც კი იყო, ერთი პრეზიდენტთან და ერთი პრემიერ-მინისტრთან.
მაგრამ მე ორივე დაიქნიეს. ამაც როგორც ჩანს, აი ახლა მოუქნია კუდი. ახლა გენერალ მდინარაძე სანამ აცდიან, კარგი დრო აქვს რომ ასეთ სამსახური ისევ შექმნას. ამჯერად სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით. და აკეთებინოს უამრავი ის საქმე, რომელსაც დღეს არავინ არ აკეთებს სამწუხაროდ. მაგრამ მეორეს მხრივ, რაში სჭირდება ქვეყანას ანალიტიკური სამსახურები, როცა აი ის ერთი სუპერ ანალიტიკოსი რაც იყავს. მხოლოდ ანალიზით და საკმაოდ კარგი ანალიზი შემიძლია, მე ამის პრეტენზია მაქვს. თუ ნახეთ, ან თუ არ ნახეთ, მაინც არაფერი დაგიკარგავთ. იმიტომ რომ საქართველოს სახელოვანმა სუსმა, ჯერ კიდევ მდინარაძის ხელმძღვანელობით გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც პრინციპში საკუთარ უსუსურობას მოაწერა ხელი. რუსები ისევ სწევენ ღობეებს და ისევ იტაცებენ ქართულ მიწასო, ისევ იტაცებენ ქართველებსო. ჩვენ კი ისევ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, რომ ტატუნაშვილების გინტურებისა და სხვების მკვლელები დავსაჯოდო. საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს თბილისზე ზეწოლის ინსტრუმენტად და პარალელურად ამზადებს საფუძველს ხელსაყრელ დროს ანექსიის განსახორციელებლად. ყველაფერი დანარჩენი იმ ანგარიში ლირიკა. საგაზეთო სტატია ან პოლიტოლოგიის ფაკულტეტის პირველი კურსის საკურსო ნამუშევარი უკეთ შემთხვევაში, რომელსაც ზარმად სტუდენტები ChatGPT-ს აწერინებენ. მაგრამ მე და თქვენ ალბათ მიკერძოებულები ვართ, ასე რომ ამბობ და ასე რომ ფიქრობთ. იმიტომ რომ ისინი იქ სულ სხვანაირად ფიქრობენ. რომ არ ფიქრობდნენ, ახლა არც მეანიჭებდნენ ხო ამ მამუკა მდინარაძეს გენერალ-მაიორის უმაღლეს წოდებას. და ხომ არ დააწინაურებდნენ მე ვიცე-პრემიერობამდე და სამართალდამცავთა ბლოკის კურატორობამდე სახელმწიფო მინისტრის რანგში. ნამდვილად არა. თვალი რომ გადავავლოთ სახელოვანი ქართველი მხედართმთავრისა და სტოვართუხუცეს და უხუცესის უკვე გენერალ მდინარაძის საბრძოლო გზას პირველი ეტაპი შევარდნაძის დროს დაიწყო და დაამთავრა სააკაშვილის დროს. პოლიციის ლეიტენანტ მდინარაძე დაპატიმრებით დამთავრდა ეს ამბავი ქრთამისაღების ბრალდებით. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მეორე ეტაპი აგერ ჩვენს თვალწინ შედგა. 2025 წლის სექტემბერში მამუკა მდინარაძეს სუსის ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. 2026 წლის აპრილში კი უკვე გენერალ-მაიორის. 7 წოდება 7 თვეში. შემიძლია დავიგინო, რომ ასეთი ტემპით წოდებრივ კიბეზე არავის არ აურბენია. აურბენია კი არა, არ აფრენილა. და რახა დავიგინო, ირაკლი კობახიძეც კი შემიძლია დავიფიცო. 90-იანების საქართველოში, როდესაც ეროვნული გვარდია ყალიბდებოდა, ადამიანები პირდაპირ ინიჭებდნენ რაღაც წოდებებს, მაიორობას, პოლკოვნიკობას. ერთი კაცი იყო, პირდაპირ გენერლობა მიიკრა. უბრალოდ გენერლობა, იმიტომ რომ არ იცოდა, რომ გენერლებიც კიდე განსხვავებულები არიან. მინისტრი იყო და მიიყავდა ხმის გამცემი. მაგრამ 1992-93 წლის შემდეგ ეგ ამბავი მოკვდა. ადამიანებმა დაიწყეს ზრდა თანმიმდევრობით. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში, როგორც ნებისმიერ სხვა ომში, წოდების მინიჭება უფრო ჩქარი იყო. მაგრამ ასეთი 7 თვეში ლეიტენანტი გენერალი გამხდარიყოს და არც ერთი წოდება არ გამოეტოვებინოს, გვარდიობა მხედრიონობის დროსაც კი არ მომხდარა, არასდროს. და არა მხოლოდ საქართველოში. აი საბჭოთა მილიციაში იყო კაცი, ვინც პირდაპირ გენერალ-მაიორობა მიიღო. ხა, მაშინ კომისრობა ერქვა, მაგრამ რანგი იგივეა. მისი გვარია შევარდნაძე. ოღონდ იმ კაცმა ეს წოდება საქართველოს შინაგასაქმეთა მინისტრობის 3 წლის შემდეგ მიიღო. ანუ რაღაც დამსახურება და სტაჟი ჰქონდა დაგროვილი. ალექსი ინაური საქართველოს უშიშროების ნომერ მეორე ლეგენდა მამუკა მდინარაძის შემდეგ ლეიტენანტი 1922 წელს გახდა. გენერალ-მაიორობა კი მხოლოდ 1954-ში მიანიჭეს. 12 წელიწად ცოტაა, მაგრამ გაგანია მსოფლიო ომი იყო და კაცი ამ ხელა კორპუსს მეთაურებდა. ნაპოლეონი ჩვეული ლეგენდებისგან განსხვავებით პოლკოვნიკის ფორმით იბრძოდა, თუმცა გენერლობა ოდესღაც ჰქონდა მიღებული. ჰიტლერი საერთოდ ეფრეიტორი იყო. საბერძნეთს 7 წელი მართავდნენ შავი პოლკოვნიკები. ხუნტა, რომელთაგან გენერლობა ერთმა დაიბრალა, თუმცა არც მაგას არ უშველა საბოლოოდ. მუამარ კადაფი მონარქი დაამხო, 50 წელი უმეთაურა ქვეყანას და პოლკოვნიკობას ვერ გასცდა, არ გასცდა. გამალ აბდელ ნასერმა ეგვიპტის რევოლუცია პოლკოვნიკის წოდებით მოაწყო და დარჩა იმავე წოდებით, პრეზიდენტობაშიც კი. უგო ჩავესი საერთოდ ვიცე-პოლკოვნიკი იყო და დარჩა. და ბოლოს ვიცე-პოლკოვნიკად, პოდპოლკოვნიკად გავიდა თადარიგში თვით ვლადიმერ პუტინი, მამუკა მდინარაძის ხაზეინის ხაზეინი, რომელიც ერთი პერიოდი ფსბ-ს დირექტორიც კი იყო. ახლა მდინარაძემ ყველა ამ ისტორიულ ფიგურას გაასწრო, წოდებით გაასწრო, მაგრამ აი იმ ერთ კაცს ვერ გაასწრო. მთავარსარდალს ყოველთა კოცდა და ზებრადა. ვინც 20 აპრილს გენერლობამდე აღამაღლა, 21 აპრილს კი რაღაც გაურკვეველი ფუნქციის თანამდებობისთვის მოხსნა. მდინარაძე ალბათ ეს 7 თვე მართლა უკვე ფეხზე უდგებოდა საკუთარ CV-ს. დარწმუნებული იყო, რომ ისტორიას წერდა თავისი წოდებრივი წინსვლით, მაგრამ
ისტორიას და ყველა სივის აქ ერთი კაცი წერს და მხოლოდ იმან იცის რატომ და როდის ამოშალოს გრაფიდან სუსის უფროსი, ვიღაცის გვარი და როდის ჩაწეროს მეორე. მესამე თუ 51. მარტო ჩემი ერთგულება გიარა მარტო ჩემი სიყვარული გიარა მარტო ჩემი სიმღერები გიარა ქართველების ერთად ყოფნა და ვილოზე ღამერთო დღეიდან 2026 წლიდან მინდა გულმხრვალე სალამი გავუგზავნო მომავლის ისტორიკოსებს და უთხრა რომ თეთრი, არა, შავი შურით მშურს მათი უსაინტერესოესი სამომავლო აღმოჩენებისა. თან ძალიან კი მეწოდებიან, როცა თანამედროვე საქართველოს ამბების შესწავლას დაიწყებენ. იმიტომ რომ შეიძლება ძალიან იოლად დაიბნენ, დაიკარგნონ ამ ტყუილ მართალში. აგერ მე აღმოვაჩინე ერთი ისტორიული განცხადება და მეორე დღეა უკვე ვფიქრობ, მართლა თქვა ეს იმ კაცმა თუ არ თქვა. ჯერ ვერ გადავწყვიტე ეს ამბავი ისტორიკოსების დასამუშავებელი უნდა გახდეს თუ ვანო ჯავახიშვილის. იქნებ თქვენს დამეხმარო და ერთად გადავწყვიტოთ. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილმა თავის თვითფრინავში დაამონტაჟა სპეციალური კაფსულა. ეს არის კატაპულტის მსგავსი მოწყობილობა. თუ თვითფრინავს დაემუქრება ტერაქტის ან კატასტროფის მსგავსი რამ, ამ კაფსულით თავისუფლად მოხერხდება პრეზიდენტის ევაკუაცია. ასე რომ, სააკაშვილის უსაფრთხოებაზე მაქსიმალურად ზრუნავენ და ქართველ ერს შეუძლია მშვიდად იძინოს. ის ყველანაირად დაცულია. თუმცა ჩვენს ბიუჯეტს ეს კაფსულა 12 მილიონი დოლარი დაუჯდა, ხოლო თვითფრინავი, როგორც უკვე გითხარით, 100 მილიონი ლარი. ეს განცხადება პირდაპირ და ძალიან დიდი სიამოვნებით გაავრცელეს არა მხოლოდ ქართულმა სააგენტოებმა, არამედ რუსულებმაც, მაგალითად ვესტი რუმ. ბატონი სოსოსთვის პასუხი მაშინ არავის მოუთხოვია. სასამართლოებში არავის უთხრევია ცილის წაემბის ბრალდებით. არც მას უარ უყვია და არ მოუხდია ბუდიში. მოგდულიც კი. გამოეკიდა ეს ამბავი ჰაერს, Google-ს, Yandex-ს, ვირტუალურ სამყაროს, მოკლედ, დარჩა. და თუ მომავლის ისტორიკოსი როგორც პატიოსანი კაცი თუ ქალი, მოცემულობად მიიღებს რომ პატივცემული პარტიის პატივცემული ლიდერი არ შეიძლება ცდებოდეს, მით უფრო არ შეიძლება ტყუოდეს. მაშინ აუცილებლად დაიწყებს გადამოწმებას, იყო თუ არა 2010 წლის საქართველოში იმდენად განვითარებული ავიამშენებლობა, რომ უკვე ნაყიდ სერიულ სამგზავრო თვითფრინავში კატაპულტის კაფსულა დაემონტაჟებინათ. თან დარწმუნებულები უნდა ყოფილიყვნენ, რომ საჭირო დროს იმუშავებდა. ანუ 2010 წლის საქართველოში ასეთი ტექნოლოგია და კონსტრუქცია არათუ დახაზეს, არამედ ააგეს და მთავარი, სანამ პრეზიდენტის ბორცზე დაამონტაჟებდნენ, გამოსცადეს ყველა გადატვირთვით, ყველანაირ პირობებში, ყველა სიმაღლეზე, დახრის ყველა კუთხით, ყველა ამინჩი, ყველა დაზიანებით. გამოსცადეს დაშვება ტყეში, მთაში, თოვლში, უდაბნოში, ხრამში, წყალში. სანამ არ დარწმუნდნენ, რომ ეს კაფსულა და მიშა არ იძირება, არ იწვის, არ ფეთქდება, რომ ჟანგბადით საკმარისია საკვებისა და წყალიც. და რაც მთავარია, სუში. მაგას ხო ოპოზიცია სულ სუშის უთვლიდა. პიარი მაგარი აქვს სულ ძახდნენ სააკაშვილზე და არ გამოდგა მართალი. მაგარი პიარი იმ დროინდელი ოპოზიციის ასეთ განცხადებებს მოაკუჩებდა, შეკრავდა და გამოსცემდა წიგნად, მსოფლიო ენებზე. საშვილოსნოების გაყიდვიდან შემოსული აურაცხელი ფულით, რა თქმა უნდა. და ეს იყო ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლური ვაშინგტონში გადაცემა.